ჩვენ გაცემის სტუმარი არის დავით ნარმანია, რეგიონალური განვითარების და კიდე რა ქვია თქვენ სამინისტროს დავით? ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მე მახსოვს სხვა ტელევიზიაში მაშინ არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენელი იყავით და ვსაუბრობდით და ანგერ უკვე მინისტრი. შეიცვალა ცხოვრების წესი. შეიცვალა ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მეტად დაიტვირთა ვიდრე ადრე იყო. კარგი. ეხლა რაზე ვილაპარაკოთ? ვილაპარაკოთ ძალიან საინტერესო რაღაცაზე. აი მე მაქვს გახსნილი თქვენი ვებგვერდი, შეგვიძლია ვაჩვენოთ ეთერშიც კი. სხვა ჩვენს ძალიან ლამაზია. კარგი. აქ არის ესეთი განცხადება, რომ გუბერნატორები კანონით დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ. ხო გავშალოთ რა მოკლედ რო თქვა რა ხია საბოტაჟთა ადგილი თუ რა არის? პირველ რიგში ეს არის ბოლო განცხადება, რომელიც ჩვენ დღეს გავაკეთეთ, პრესკონფერენცია, რომელიც ჩემმა მოადგილემ გააკეთა და ეს მოადგილე ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა პასუხისმგებელი და მიმართულებით მუშაობს. საუბარია იმაზე, რომ რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური წესი, რომელიც დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. მსგავსი წესი ადრე არ არსებობდა და ეს წესი მოიცავს იმას, რომ სამუშაოები, რომელიც ხორციელდება, პროექტები, რომლებიც შეერჩევა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, გაწერილია კრიტერიუმები, გაწერილია წესები და ასე შემდეგ და სამუშაოები უნდა წავიდეს მოწესრიგებულად. რა თქმა უნდა, მოკლედ რო თქვა. ხალხს გავაგებინოთ. ხალხს რო გავაგებინოთ. მაგალითზე ადგილობრივი თვითმმართველობები თვითონ ირჩევენ რა ჭირდებათ მათ 200 მილიონი ბატონო ავიღოთ 200 მილიონი ლარი რაც გამოყო საქართველოს მთავრობამ რეგიონული პროექტების დასაფინანსებლად ამ პროექტებისთვის გავაკეთეთ ეს წესი. პირობითად რომელიმე მუნიციპალიტეტი რო ავიღოთ, მუნიციპალიტეტმა თვითონ უნდა შეარჩიოს პრიორიტეტი, რა ჭირდება მას, საჭირდება წყალმომარაგება, საჭირდება შიდაგზის გაკეთების ღონისძიება. უფრო დავაკონკრეტოთ, ხალხს ველაპარაკოთ კონკრეტულად. აი მაგალითად არის რაღაც სოფელი. კონკრეტულად ველაპარაკები, ამიტომაც ველაპარაკები კონკრეტულად. სოფელში უნდათ წყალგაყვანილობა. კი ბატონო. რა უნდა გააკეთონ? ესეთ შემთხვევაში, როცა სოფელზეა საუბარი და წყლის გაყვანილობა უნდა, სოფლის მოსახლეობა იკრიბება, იმართება სოფლის კრება, დგება სოფლის კრების ოქმი, ინფორმაცია მოდის ჩვენთან და სოფლის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 50 მილიონი ლარია, სოფლის პროგრამის ფარგლებში გადაერიცხებათ თვითმმართველობებს. რომ მოდის გზაში რაიონი, გუბერნატორი, უნდა გაიაროს თუ არა? უნდა გაიაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, რა თქმა უნდა და გამგეობის მეშვეობით შემოდის. იქ უნდა დამტკიცდეს. არა, ამტკიცდება გამგეობა უბრალოდ თავს უყრის ყველა სოფლებიდან წამოსულ ინფორმაციას და ნაერთი ფორმით აგზავნის და ჩვენ ეს არის ერთი რაც შეეხება სოფლებს. არის მეორე პროგრამა 200 მილიონი ლარის მოცულობით, ეს არის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, საიდანაც უფრო მსხვილმასშტაბიანი პროექტების დაფინანსება. კი ბატონო, გზა, წყლის სათავე ნაგებობების მშენებლობა, ამდაგვარი რაღაცეები ფინანსდება ამ პროგრამიდან, არ არსებობდა ამ პროგრამების მართვის და ადმინისტრირების წესი და შესაბამისად გუბერნატორს რაც მოუნდებოდა, ამ გამგებელს რაც მოუნდებოდა, ამ პროგრამის ჩასმა ხდებოდა. ანუ მოვიდა თქვენთან რა ხდება? ჩვენთან ესეთ შემთხვევაში არის სახელმწიფო კომისია, რომელშიც ჩვენი სამინისტროს გარდა სხვა სამინისტროების წარმომადგენლები შედიან. ჩვენ დავამტკიცეთ სპეციალური პროექტის ფორმები და ამ ფორმების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობები წარმოადგენენ ჩვენთან პროექტებს. კომისია გაივლის ამ პროექტს და ამტკიცებს ან ასე ვთქვათ თუ ხარვეზია ესეთ შემთხვევაში უბრუნებს ადგილობრივ თვითმმართველობას უკან გასასწორებლად. ანუ ამ კომისიას შიდა განაწილება და პრიორიტეტები აქვს თავისი, ხო? ანუ რაღაცას ვიღაცას მისცემთ, ვიღაცას არა. ყველაფერზე არ შეიძლება ასე ვთქვათ თანხის გამოყოფა, ის აუცილებლად საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა ეხებოდეს. ერთი, მეორე, ვერ გავცდებით წელს 200 მილიონ ლარს, იმიტომ რომ ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, სხვა შორის პროექტები რაოდენობრივად ბევრი შემოვიდა, 1816 პროექტი შემოვიდა, საიდანაც 600-ზე ოდნავ მეტი პროექტის დაფინანსება შევძლებთ. მოდი ახლა ის მითხარით გუბერნატორების პრობლემა რა თქმა შეეძლოთ წარმოედგინათ რეგიონული პროექტები, თუმცა მხოლოდ სამმა გუბერნიამ წარმოადგინა ესეთი პროექტები, გარდა ამისა ასე ვთქვათ, მათი საქმიანობა, რაც მათ ეხებათ და ევალებათ კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ცდება მათ მოვალეობებს და ასე ვთქვათ, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ვერან არ აკეთებენ იმას, რაც მათი უშუალო კონკრეტულ მაგალითებზე ვილაპარაკოთ. კონკრეტულ მაგალითებზე უნდა ჩაგეკითხო. კონკრეტული მაგალითია, რაზეც დღეს იყო სწორედ საუბარი და რაც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე და ნებისმიერს შეუძლია ნახოს მაგალითად ვთქვათ გვანის სულორის გზაზე
რაც ასე ვთქვათ, ყბადაღებული თემაა, შეეძლოთ წარმოედგინა შესაბამის გუბერნიას, რომ ამ გზის დაფინანსება იყო აუცილებელი, დაესაბუთებინა ეს ყველაფერი და კომისია განიხილავდა ამ გზასთან. ანუ ვანის სულორის გზა კეთდება თუ არ კეთდება? წელს არ კეთდება. იმიტომ არ კეთდება, რომ იმერეთის გუბერნატორმა არ წარმოადგინა. იქნა დასაბუთებული ამ გზის საჭიროება. იგივე მეორე მაგალითი. წინა ხელისუფლების პირობებში 32 მილიონი ლარის სამუშაოები დაიწყეს ისეთნაირად, რომ შეცდომაში შეიყვანეს მთავრობა, მიაღებინეს მთავრობას განკარგულება და ბიუჯეტში არიდო 32 მილიონი ლარი, რითაც ეს პროექტები უნდა დაფინანსებულიყო. როგორ ფინანსდება? მთავრობა მიიღო განკარგულება, წინასაარჩევნო დაიწყეს ესე ძალიან მარტივად რო ვთქვათ, გზების მოფხეკა და მერე რა უნდა გაკეთებული და როგორ უნდა გაკეთებულიყო ბიუჯეტში არ იყო ფული გათვალისწინებული. მათ შორის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გადმოვიბარეთ წინა ხელისუფლებიდან, ანუ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, რაც ოქტომბრის დასაწყისში შეიტანა მთავრობამ პარლამენტში. და ზამთრიცა ცოტათი მოდიფიცირებული ახალმა პარლამენტში. კი ბატონო. არც იქ არ იყო გათვალისწინებული ეს 32 მილიონი ლარი ამ სამუშაოებზე. აქედან გამომდინარე ჩვენ დავდექით და გუბერნატორები გამოდიან, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა რამდენიმე გუბერნატორი და მოადგილე და ხელს იშველენ ჩვენსკენ, რომ თურმე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამუშაოებს არ ახორციელებს რეგიონებში და პროექტებს აჭიანურებს. მაშინ როცა კეთილი უნდა ინებონ და ჩაიხედონ ბიუჯეტში, ჩაიხედონ წესებში და ასე შემდეგ და ის ასე ვთქვათ, ბარდაკი რაც იყო უკაცრავად ამ ტერმინის გამოყენებისთვის, ანუ უწესრიგობა ხელისუფლების პირობებში, ეს მორჩა და მიეჩვიონ წესრიგი მუშაობა. შეკითხვა მაქვს. ეხლა ჩვენ გვიყურებს ვიღაც გლეხი, სოფლად ცხოვრები, ვანის რა გზა არის? ვანის სულორის გზა. სულორი გზა, რომელიც ბევრ სოფელს გაივლის, ხო? და ის ეხლა რას ფიქრობს? დარწმუნებული ვარ და იცი კარგად, რომ მე რაში მეხება ეხლა ესენი ერთმანეთთან რატო დაობენ? საქმე გაკეთდესო. ნუ დაუჯერებდი იმას, შენ თვითონ გამოგეყო, ფული შენ ხელშია და გაიკეთებინაო. მაინც თქვენ გამოდიხართ, ნახან მთავრობა ხართ და ნახან ძალა თქვენ ხელშია, ხა გუბერნატორს რა შეუძლია? ჩვენ ესეთ შემთხვევაში სხვა პროექტისთვის უნდა მოგვეკლო დაფინანსება, რომ ეს გზა დაგვეფინანსებინა, მაგრამ თუ წარმოდგენილი იქნებოდა ეს პროექტი როგორც უფრო კარგად დასაბუთებული პროექტი, რამდენ ადამიანს უნდა მოემსახუროს ეს გზა და ანალოგიური შემთხვევები, ეს ერთი მაგალითი ანალოგიური შემთხვევები არის გაცილებით უფრო როგორ უშუალოდ თქო ცხადია რომ ეს ტიპები გუბერნატორები რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირებული ტიპები არიან სინეკურა აქვთ მიცემული ძალიან ბევრს უბრალოდ მუშაობენ იქ და საქმეს ვერ აკეთებენ იქნებიან ასე სანამ პრეზიდენტი არ შეიცვლება და საქმეს არ გააკეთებენ არ მოგეხმარებიან ჩვენ მოვამზადეთ სწორედ სტრატეგია, რომლის მიხედვითაც საქართველოში უნდა გატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომლის ფარგლებში წარმოდგენილია ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელი. პირველი ეს არის ის რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს პირველ დონეზე და მეორე დონეზე ეგრეთ წოდებული სამხარეო დონე, რაც დღეს არსებობს და რომელთაც მკაფიო ფუნქციები და ბიუჯეტი არ აქვს, ნაცვლად ამისა სამხარეო დონეზეც იქნება არჩეული ადამიანები, რომლებიც აირჩევიან პირველი დონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, ანუ სამხარეო დონეზეც იქნება სამხარეო საბჭო, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო და იქნება აღმასრულებელი ორგანო, რომ ასევე იქნება ბიუჯეტი და სამხარეო უფლებამოსილებები იქვე გადაწყდება და იქვე დაფინანსდება. არ იქნება საჭირო, რომ გავაგზავნოთ ცენტრალურ ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. ის გზები, რაც იქნება რეგიონული, ის წყალმომარაგების სისტემები, რაც რეგიონში იქნება გასაკეთებელი, უშუალოდ მათ მიერ გაკეთდება და მოწესრიგდება და არ იქნება. ანუ მოვტეხავთ გუბერნატორებს, მოდი უხეშად რო ვთქვა. პირდაპირ არ მინდა შენ ამ ლექსიკით არის არგებლებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანები საქმეს არ აკეთებენ საქმეს და რომლებიც უბრალოდ ბიუჯეტიდან იღებენ ხელფას, ესეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ. ქმედითი სისტემა უნდა არსებობდეს და ამ ქმედითი სისტემის ფარგლებში ასევე საქმე უნდა კეთდებოდეს. მირზა გეცნობեք სახელი პაპუაშვილი. თუ რა ქვია იმას, ვინც აგონა დავითაია, ხო, პაპუნა დავითაია, ხო, ბოდიში უკაცრავად მირზა. ხო და ბრალს გდებდა, რომ გაჩერდა მთლიანად ქვეყანა მტარიაო იძახიან ესენი და მირზა მათ შორის. და რას უპასუხებდი? მე თვითონ მოვისმინე მისი ეს განცხადება და ჩემი ინიციატივა იყო რომ გაგვევრცელებინა ინფორმაცია და მოგვეთხოვა მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა. როგორც ჩანს ის საჯაროდ ბოდიშის მოხდას არ აპირებს, თუმცა რაც იყო, მაგრამ მან ძალიან დიდი ასე ვთქვათ სიცრუე თქვა და წინასაარჩევნო მისი კამპანია ნაწილობრივ სიცრუეზე
ააგო. კერძოდ ის ამბობდა იმას, რომ შეჩერებულია გზების, ხიდების მშენებლობა და ასე შემდეგ. ჩვენ 2013 წლის პირველ კვარტალში 32 მილიონი ლარით მეტი დავხარჯეთ, ვიდრე 2012 წლის პირველ კვარტალში. აბა, რაში დავხარჯეთ ეს ფული, თუ არ გვიკეთებია გზები, თუ არ გვიკეთებია ხიდები და ასე შემდეგ. გავიდეს და ნახოს ნებისმიერი გზა. მე ეს შაბათ-კვირაც გუშინ და გუშინ წინ ვიყავი შემოვლაზე, დავიწყე თბილისიდან, ჩავედი ანაკლიამდე და ისე ანაკლიაში, სადაც ყველგან მიმდინარეობს გზის მშენებლობა. ის ხიდი არის? დარჩელი ანაკლიის, კი, ხიდი არის. ის რომ წაიღო წყალმა, ეხლა არის. ხიდი გაკეთდა ხელმეორედ, საკმაოდ მყარად და კარგად არის გაკეთებული და არის. ჩვენ ანაკლიაში ვაკეთებთ დარჩელი ანაკლიის გზა, სადაც მე სამუშაოები დავათვალიერე, იქ კეთდება წყალმომარაგების სისტემა, რომელზეც დაკონტრაქტებულია უკვე ტენდერში გამარჯვებული კომპანია და იქ ასევე ახლო მომავალში დაიწყება ანაკლიის ნაპირდაცვის პროექტი იმისათვის, რომ ლაზიკა მეწოდება, ლაზიკა, მაგრამ ნუ კაი, ლაზიკაზე არ გვინდა ლაპარაკი. რა ინფორმაცია გაქვს სხვა შორის ლაზიკაზე, როგორც ინფორმირებულს გექნება რაღაცა ინფორმაცია, რა კეთდებოდა წინა ხელისუფლების. მე ვიცი რომ იქ აშენდა. ნახია პროექტი, მაკეტი, ნახაზი. კი, რაღაც ვიდეო გავრცელდა, თუ რაღაც ვიდეო, კი, სწორედ რაღაც ვიდეო და მაგის მეტი არა. მე მახსოვს რომ გააკეთეს ბაღაკებისთვის იუსტიციის სახლი, ესეც ვიცი, კარგად. და მე არაფერი. არა, ნუ თხარდი ახლა ეს იყო. აი სამშეები მიმდინარეობდა, ოღონდ სამშეები მიმდინარეობდა ანაკლიის ტერიტორიაზე. იქ გაკეთდა ბულვარი, იქ გაკეთდა გარეგანათება, კი, გარეგანათება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ლაზიკის ტერიტორია. ეს არ არის ლაზიკის. კარგი. აი ძალიან მაღელვებს გზა, აი ჩვენი მთავარი ავტობანი, ავტოსტრადა, იქ ხიდი გაკეთდა, ხო? გორის პერევალთან, გორის უღელტახელთან. სადამდე მივალთ რეალურად ყველაზე მთავარი ეს არის. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს რუისი აგარის მონაკვეთზე. ეს არის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც წელს და მომდევნო წელს უნდა გაკეთდეს. წელს 9 კილომეტრი გზა უნდა დაიგოს და გაიხსნას, მომდევნო წელს დანარჩენი 10 კილომეტრი, ეს 19 კილომეტრი. პარალელურად მიმდინარეობს იმერეთში ზესტაფონი, ქუთაისის, სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის დიდი ნაწილიც ასევე 2014 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს. ბათუმამდე როდის ჩავალ? წელს გამოცხადდება, გეტყვით ახლა, წელს გამოცხადდება ტენდერი სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთზე, სადაც პირველი 12 კილომეტრი სამტრედიიდან უნდა გაკეთდეს. ასევე პარალელურად მიდის ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ანუ დაახლოებით 2018 წლის ბოლოს ყველა მონაკვეთი უნდა იყოს მზად გარდა რიკოთისა. რიკოთი არის ძალიან რთული მონაკვეთი, მაგრამ რიკოთისთვის ჩვენ კვლევა სოფლიო ბანკის მხარდაჭერით გვექნება მომდევნო წელს. ახალი გვირაბი უნდა გაკეთოს. განხორციელებადობის კვლევა ეგრეთ წოდებული feasibility study-ია, ანუ სად შეიძლება გაიაროს, რა დაჯდება ამ გზის გაკეთება, როგორ იქნება ახალ გვირაბს აპირებთ? ნუ არ ვიცი, ჯერ გვირაბი იქნება, რა იქნება, ეს ყველაფერი უნდა გვიჩვენოს ამ კვლევამ. ძალიან მნიშვნელოვანი გზა არის კიდე სამხედრო ლაინა-გრუზინსკაია და რა იქით რომ მიდის. ყაზბეგი და იქ რო არის ყაზბეგი ლარს. ხო, აი ეგ გვირაბი, ეგ ძალიან მაგარია. იქნება ეგ გვირაბთან დაკავშირებითაც კვლევა გვექნება, მაგრამ ვიდრე კვლევა იქნება და კვლევა გვიჩვენებს რა უნდა გაკეთდეს, წელს ჩვენ კობი გუდაურის ყველაზე დანგრეული მონაკვეთი რაც არის, იქ დავაგებთ გზას ოქტომბრის შუა რიცხვებში, კობი გუდაურის საშინელი მონაკვეთი იქნება დასრულებული. სამუშაოებს ახორციელებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, ბიუჯეტი დამტკიცებულია, გარკვეული ესეთი წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. წერია სულ იქ ვერ გაირის მონტაჟთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ მიმდინარეობს. ძალიან კარგი, დიდი მადლობა იმისთვის რომ არსებობთ, ტენდერები გამჭვირვალედ მიდის და განსხვავება არის საერთოდ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ტენდერებთან შედარებით. აი ეს ფირმები რაოდენობრივად გაიზარდა ტენდერში მონაწილე კომპანიების რაოდენობა. თუ საშუალოდ 2-3 კომპანია 4 კომპანია ღებულობდა მონაწილეობას, ერთ-ერთი ტენდერი ქონდა, სადაც 22 კომპანია მონაწილეობდა, გვაქვს ასევე წინასწარ ინტერესთა გამოხატვა ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც 28 კომპანია. ანუ მრავალფეროვნება არის შემოტანილი. კი, ინტერესი გაიზარდა, ძალიან ბევრი ახალი კომპანია მოდის ჩვენთან, იღებენ სატენდერო დოკუმენტაციას, გადიან კონსულტაციებს და ასე. ნუ მან ხელოვნურად იყო რაღაცები შეზღუდული ჩემი აზრით, თუ ერთ-იგივე ფირმები, მე კოტრდებოდნენ ეს ფირმები, ესე არ იყო, რომ კი, რამდენიმე გაკოტრებული და პრობლემური კომპანია არის, რომელთანაც ჩვენ ინდივიდუალურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, რომ ასე თქვა საბოლოოდ არ ჩაიძირონ ეს კომპანიები და დაასრულონ პროექტები, რაც მათ
რას ამბობენ, რატო გავყოდრით, ანუ ფული წაიღეს ჩვენგანო? ბევრი მათგანი ჩივის იმასთან დაკავშირებით, რომ გარდა კონტრაქტისა არასაკონტრაქტო პროექტებით შეასრულებინეს დამატებით ესეთი ზეპირი მითითებების საფუძველზე. ბევრი ჩივის იმას, რომ ფასმა ხელოვნურად დაბლა დაიწია ვაჭრობის დროს და შეუძლებელი გახდა ხარისხიანი სამუშაოები New Energy-ს თემები თქვენი არ არის, ხო? New Energy-ს თემები დიდი ძალიან დიდი პრობლემატური კომპანია იყო, ვანოს ნათესავების კომპანია იყო და ჩვენ მერაბიშვილის შედასამწუხაროდ მოგვიწია საგარანტიო მოთხოვნების ამოქმედებამ, საიდან გამომდინარეც კომერციულ ბანკებში არსებული საგარანტიო თანხები ჩაირიცხა ბიუჯეტში და არა, ჩაირიცხა ბიუჯეტში და ხელახლა მიმდინარეობს ტენდერების გამოცხადება. ეგეც უკვე მე მგონი პროკურატურის საქმეა ჩემი აზრით. ეს მასალები ამ მასალებს სწავლობს ფინანსის ზოგადად საბეჭდილება როგორც მინისტრს და დარგის პოლიტიკის განსაზღვრას რა გქონდა, ანუ წინა ხელისუფლება აი ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკეთებდა და პახოვდუ პიესი ფულს შოულობდა აქედან თუ აი რა ხდებოდა მაშინ? ჩვენ 30-მდე საქმე გვაქვს საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნილი, სადაც ვნახეთ დანაშაულის ნიშნები. ბევრი პროექტები მიმდინარეობდა, ერთდროულად 200-ზე მეტი პროექტი მიდიოდა როგორც წესი წლის განმავლობაში. ვერ ვიტყვით, რომ საქმე არ კეთდებოდა, საქმე კეთდებოდა და ბევრი რაღაცა არის გაკეთებული, თუმცა ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ უყურებთ, ეს არის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომაც ახლა ვამზადებთ გზების სტანდარტებს, ბიტუმის სტანდარტებს, რაღაცებს, რაც უდად იგება. მართლა უდად იგებოდა? ერთ წელიწადში, მაგალითად, თქვა ქუთაისის შესასვლელი გზა გვაქვს ესეთი შემთხვევა, როცა 14 თვეში დაგებული გზა ამოიყარა. კარგი. და ანალოგიური. და იმედია თქვენ დაგებული არ ამოიყრება, თუ არ ამოიყრება, თუ ამოიყრება და ნახავთ და ესეთ უკეთესი შედეგი უნდა. ვიტყვით ცუც თქვენზე, თუ ამოიყარა, მაგრამ არ ამგონია. რა ვიცი. წინასწარ არ შეიძლება თქვა ყველაფრის ზუსტად ასპოცე. დიდი მადლობა. გილოცავთ ახლა დავით ნამანი ჯერჯერობით. იჯექი, იმიტომ რომ გამოაცხადებ შემდეგ სტუმარს შენი მოხარე დათო საგანელიძე, უმრავლესობის ლიდერი, რომელიც მოვა სულ მცირე ხანში ჩვენთან.